რამდენად გაიზარდა შუა დერეფანში ტვირთების მოცულობა და რა გამოწვევებს ქმნის ამ კორიდორისთვის ზანგეზურის დერეფნის ირგვლივ მიღებული გადაწყვეტილებები და მისი მხარდაჭერა ამერიკელების მხრიდან. სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ზანგეზურის დერეფნის სახით აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის კორიდორს შესაძლოა ერთგვარი კონკურენტიც გამოუჩნდეს. რეალურად რა პერსპექტივა აქვს ზანგეზურის მარშრუტს და როგორ შეიძლება საქართველოს გაიმყაროს საკუთარი პოზიციები რეგიონულ ლოგისტიკაში. თემას სტუმართან საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარესთან ირაკლი ნემსაძესთან ერთად გავაგრძელებთ. მოგესალმებით ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის და ჩართვისთვის. რა პერსპექტივა აქვს ზანგეზურის დერეფანს და შუა დერეფნის კორიდორს? ამას ცოტა მოგვიანებით ვიკითხავთ. თავდაპირველად მინდა ვისაუბროთ იმაზე, დღეს რა სურათი გვაქვს შუა დერეფნის ნაწილში. ყველა გადამზიდავი იქნება თუ ამ სექტორში მომუშავე ადამიანი, თანხმდება, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ტვირთების მოცულობა. რამდენად ავუდივართ ამ ტვირთების ამ რაოდენობას და რამდენად სწორად არის ლოგისტიკა დალაგებული, სწორედ ეს მინდა რომ ამაზე საუბრით მინდა რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემა დავიწყოთ. მაშასე, რა მოცულობის ტვირთებს ბია ამ მოცემულობით შუა დერეფნის კორიდორში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენეთ ამ საკითხით დაინტერესებისათვის და მოწვევისათვის. მოგეხსენებათ შუა დერეფანზე საუბარი, რამოდენიმე წელია ძალიან აქტიურ ფაზაშია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ საუბრები, შეხვედრები გაცილებით ინტენსიურად ტარდება, ვიდრე ასე ვთქვათ, ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ვისრუებით ამ მიმართულებით. წლიდან წლამდე ბუნებრივია მატება არის ამ დერეფანში, მაგრამ გამოქვეყნდა კიდეც, რომ 2025 წელი ამ მიმართულებით გამონაკლისი იყო, ანუ აღარ გქონდა ზრდა, ანუ პირველი წლების ზრდის ტემპი შეჩერდა და ასე ვთქვათ, სტატიკურ მდგომარეობაში გადავიდა. ეს თავის მხრივ ცუდი სიგნალია და მანიშნებელია იმისა, რომ ტვირთმფლობელები და შესაბამისი დაინტერესებული სუბიექტები უკვე ეძებენ ალტერნატიულ მარშრუტებს. ეს კი თავის მხრივ ნიშნავს, რომ გვაქვს ხარვეზები ამ მიმართულებით, ისმის ჩემი. კი ბატონო, გისმენთ? დიახ, თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გვაქვს ხარვეზები ამ მიმართულებით, რამაც აიძულა ტვირთმფლობელები და დამკვეთები დაეწყოთ ალტერნატიულ გზებზე, ასე ვთქვათ, ფიქრი და ზრუნვა. ეს კომპლექსური საკითხია, აქ შეიძლება ჩამონათვალე საკმაოდ ვრცელი იყოს ინფრასტრუქტურული დაბრკოლებები, სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე მოლოდინები, კასპიის ზღვის დაყოვნება, ტარიფები და ასე შემდეგ, თუ გვექნება, არ ვიცი მე ჩვენი საიტი ერთდრო როგორ არის, ამაზე ამის ჩამოთვლა შეიძლება და თუ არა შეგვიძლია გადავიდეთ მთლიანობაში განვიხილოთ ზანგეზურის დერეფანთან, ესე ვთქვათ. კი ბატონო, ყველა ამ ნაწილს აუცილებლად მივყვებით, თუმცა მანამდე მინდა სწორედ იმ ნაწილზე ჩაგეკითხოთ აუცილებლად, რომელიც თქვენ ახლა ახსენეთ, რომ 2025 წლის განმავლობაში აღარ არის ზრდა. მაგალითად, გუშინ ღამის ბიზნეს პარტნიორის ეთერში სტუმრად იმყოფებოდა ფოთისპორტის ხელმძღვანელი და მან თქვა, რომ მკვეთრად არის გაზრდილი ამ შემთხვევაში ფოთისპორტის შემთხვევაში საკონტეინერო ბრუნვა და რეალურად იმაზე ბევრად მეტი მოცულობის კონტეინერის გადამუშავება ხდება, ვიდრე ხდებოდა დაუშვათ წინა წლებში. 16%-იანი ზრდა ამ მოცემულობით. ეს რეალურად რა გაძლევთ იმისთვის საფუძველს, რომ დაუშვათ იგივე შუა დერეფანში 2025 წელს გადაზიდვების მოცულობა არ არის გაზრდილი? მოგეხსენებათ, მე სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარ და ბუნებრივია ჩვენი ძირითადი ასე ვთქვათ სტატისტიკა ეს სახმელეთო ავტოგადამზიდავების მიერ განხორციელებულ ტვირთბრუნვას შეეხება და გადაზიდვებს საზღვაო ხაზს და ბუნებრივია პორტებს თავიანთი სტატისტიკა აქვს, თავიანთი მონაცემები და შეიმჩნევოდა, რომ საზღვაო მიმართულებით საკონტეინერო გადაზიდვის რაოდენობა გაზრდილი იყო, მაგრამ შემცირებულია სახმელეთო გადამზიდავთა მიერ განხორციელებული ტვირთების გადაზიდვის რაოდენობა. საერთოდ ჯამურად ესე ვთქვათ, ეს სტატისტიკა დავიდა ეკამდე, რომ წლის წვილში მთლიანი ტვირთბრუნვა, რაც მოიცავს როგორც საზღვაო ხაზით, ისე სახმელეთო ხაზით განხორციელებული ტვირთების გადაზიდვებს, გამოირჩეოდა მატებით, რა ძალიან უმნიშვნელო ესეთი იყო მაჩვენებელი. შესაბამისად, შეიძლება დავასკვნათ, რომ საზღვაო საკონტეინერო მიმართულებით შესაძლოა გვაქვს მცირე ზრდა, მაგრამ იგივე მცირე ზრდა სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით. საბოლოო ჯამში კი ეს ესე ვთქვათ, იმ ზრდას
არ აჩვენებს, რაც ისი მოლოდინიც ჰქონდა და რისი სურვილიც და გვაქვს. კი ბატონო, მაშინ ხელი შემშლელი ფაქტორები თქვენ რაღაც გარკვეულწილად ჩამოთვალეთ, თუმცა უფრო ცლად რომ ვისაუბროთ, თავარი გამოწვევა ამ ნაწილში რა არის? სად არის პრობლემა? სახელმწიფოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში არ არის დაჩქარებული შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება თუ თავად კერძო სექტორში თუ ერთობლიობაში. ანუ თავარი პრობლემას დღეს იმაში, რასაც ახლა თქვენ საუბრობთ, რა არის თავარი პრობლემა? ყველაფერი ერთად, მხოლოდ სახელმწიფოს ვერ დავაბრალებთ, იმიტომ რომ სახელმწიფოს ფუნქცია არის აქ პოლიტიკური სტაბილურობის შექმნა, სტაბილური გარემოს შექმნა, უსაფრთხო გადაადგილებისთვის, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, მაღალი გამტარიანობისთვის, აი ამ ნაწილში ვფიქრობ, რომ მცირედით ჩამოვშებით ალბათ იმ სტანდარტებს და იმ მოთხოვნებს, რაც არის საჭირო ესეთი რაოდენობის ტვირთების გადაზიდვისთვის. შესაძლოა პოლიტიკური ელემენტიც იყოს, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ შუადერეფანში ვსაუბრობთ ევროპიდან აზიის მიმართულებით ტვირთების გადაზიდვაზე და უკუ მიმართულებას, ხო? ესეთი მსგავსი პროექტები რო განხორციელდეს, აქ უნდა იყოს ორი შემადგენელი, ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის, ეს არის პოლიტიკური ნება და ეკონომიკური მიზანშეწონილობა, ხო? რომელიმე ერთი მათგანი თუ არ არსებობს, შესაბამისად ძალიან ძნელია ამ პროექტის განხორციელება. მაგალითად ინფრასტრუქტურული მიმართულებით ძალიან დიდი პერიოდი გვაქვს დაყრდნობის, ანუ გადაზიდვის მიმართულება, ეს სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე დაყრდნებულ ტვირთებსაც შეეხება და განსაკუთრებით ძალიან მტკივნეულია შუადერეფნისთვის კასპიის ზღვის მონაკვეთი. პრაქტიკასთან ვისაც შეხება აქვს, ძალიან კარგად მოიხსენება, რომ ძალიან დიდხანს აი აზერბაიჯანის ბაქოს სპორტში ან აქტაოს სპორტში ძალიან დიდხანს ხოვნდება ხოლმე ტვირთი. ამას თუ დავამატებთ სეზონურ მოვლენებს და ყაზახეთის, ესე თქვა, ტრანზიტული ზონის მძიმე კლიმატურ პირობებს ზამთრის მონაკვეთში, საკმაოდ ესეთი დაყოვნებადი მარშრუტი გამოდის, რაც თავის მხრივ აძვირებს კიდევაც ამ გადაზიდვას და ასე ვთქვათ, გვექნება ნეგატიური მომენტი, დროის დაკარგვა, შესაბამისად გაძვირება ამ გადაზიდვისა. რაც მე ვფიქრობ, თავარი დამაფრთხოლებელი არის შუადერეფნის და თავარი გამოწვევა შუადერეფნის განვითარებისთვის. ანუ ამ ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ დაუშვათ სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებები იყოს, იმიტომ რომ და რადგან ახსენეთ აზერბაიჯანში დაყოვნება და ყაზახეთის მხარე არა და სწორედ ყაზახური და აზერბაიჯანული მხარე არანაკლებ არის დაინტერესებული, ვიდრე საქართველო ამ დერეფნის კიდევ უფრო მეტად განვითარებით. რა თქმა უნდა, მხარეები პირველ რიგში კარგახანია ვსაუბრობთ და საუბრები მიმდინარეობს, ასე ვთქვათ, პროცესის გაციფრულებასთან, რომ მაქსიმალურად, ესე ვთქვათ, თავსებადი იყოს თითოეული ქვეყნის ტრანზიტული მოთხოვნები ამ ტვირთებთან დაკავშირებით. ანუ აი როგორც ბოლო პერიოდში გაეცანით, საქართველოს შეუერთა NCTS ტიპის დეკლარაციების, ასე ვთქვათ, სივრცეს და ეს არის უფრო ევროპასთან დაკავშირებული. ხო, აი რაღაც მსგავსი მოდელის შექმნა ძალიან დადებითი სიგნალი იქნებოდა აღნიშნული მიმართულებით, რაც არ დააყოვნებდა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე გადაადგილებულ ტვირთებს. ნუ ეხლა იქ რჩება კასპიის ზღვის მომენტი, რომელიც კლიმატური ფაქტორი უფრო არის, ესე ვთქვათ, და გეოგრაფიული და ამ მიმართულებითაც აზერბაიჯანული და ყაზახური მხარე ძალიან აქტიურად მუშაობს, მაგრამ ნუ ახლა ბუნების წინააღმდეგ საკმაოდ შეზღუდული გვაქვს რესურსები, ხო, მაგრამ იმის რაც შეგვიძლია რომ განვახორციელოთ, ეს არის კარგი თანამშრომლობის მაგალითი დაინტერესებულ ქვეყნებს შორის და ეს მნიშვნელოვნად გაამარტივებდა ტვირთების გადაადგილებას, შესაბამისად გააიაფებდა და გაზრდიდა ინტერესს ამ მიმართულებით ტვირთების მიმართვისაკენ. თვითონ ტვირთები, ის ტვირთები, რომელიც ამის კორიდორში გადის, რამდენად არიან, საიდანაც მოდის ეს ტვირთები, ეს ქვეყნები დაინტერესებულები, ამ შემთხვევაში თუნდაც იგივე ჩინეთი, ევროკავშირი, რადგან სწორედ ამ ხდება ამ ტვირთების გადატანა. მაგალითად, ჩინური მხარე რამდენად აქტიურობს, რამდენად არის დაინტერესებული, რომ სწორედ ეს დერეფანი იყოს, მას შემდეგ რაც რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, მოგეხსენებათ და თქვენ ყოველ ჩემზე კარგად იცით, ჩრდილოეთ კორიდორის გამოყენება იმ ინტენსივობით აღარ ხდება, რაღაც დოზით მაინც ხდება, მაგრამ არა იმ დოზით და შესაბამისად მე გარკვეულწილად ერთგვარი ალტერნატივა და სტაბილური მარშრუტის პერსპექტივა შეიძინა შუა დერეფანმა. რამდენად თავად ეს ქვეყნები არიან დაინტერესებულები იმისთვის, რომ დაუშვათ ეს დერეფანი კიდევ უფრო მეტად ამუშავდეს. მოგახსენებთ, ბუნებრივია ამ ქვეყნების დაინტერესების გარეშე დერეფნის პერსპექტივა ძალიან ისეთი საეჭვო იქნებოდა. ჩვენ ამ დრომდე რასაც ვამჩნევთ, ეს არის ჩინური მხარის უფრო მეტი დაინტერესება, აი 2 დღის წინ ყავდათ ესე თქვა სტუმრად ერთ-ერთი მსხვილი სასაწყობე მეურნეობის ხელმძღვანელობა ჩინეთიდან, კერძოდ ქალაქ ფორგოსიდან, რომელთანაც გაფორმდა მემორანდუმი მომავალ თანამშრომლობამდე, ისინი ძალიან აქტიურად ეძებენ
გადამზიდავებს სასაწყობო მეურნეობებს, გადაცვლის პუნქტებს საქართველოში და აკვირდებიან, აი შესასწავლად ჩამოვიდნენ ბაზრის და რამდენად მზად ვართ მასობრივად მივიღოთ ეს ტვირთები და შემდეგ უზრუნველყოთ მათი გადატვირთვა, გადანაწილება რეგიონის ქვეყნებზე იქნება თუ ევროპის მიმართულებით. სამწუხაროდ ისეთივე ინტერესი ევროპული ქვეყნების მიმართ, ევროპული ქვეყნებისაგან ჯერ არ შეგვიმჩნევია ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია და გვაქვს მოლოდინები, რომ ისინიც გააღრმავებენ, ასე ვთქვათ, აქ თავიანთ საქმიანობას და მომართავენ უფრო მეტი ტვირთს, თუმცა ამ ნაწილს ალბათ გასაგებია, რომ რაღაც პოლიტიკური ცოტა დაძაბულობაც ბოლო პერიოდში არსებული და ევროპის ქვეყნებთან ჩვენი მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციაც გარკვეულწილად აფერხებს, თუმცა მთავარი განსაზღვრელი მაინც მე ვფიქრობ, რომ ეკონომიკური მიზანშეწონილობაა. თუ კი ჩვენ მოვემზადებით იმისთვის, რომ საქართველო ამ დერეფნის ისეთ გამტარ პუნქტად ვაქციოთ, რომელიც შესაბამისი სისწრაფით და შესაბამისი ხარისხით მოემსახურება ამ ტვირთების მიღებას, დამუშავებას და გატარებას, მე ვფიქრობ, რომ მათი ინტერესიც გაიზრდება. აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ვლაპარაკობთ ტრანზიტული ტვირთების გატარებაზე და ტრანზიტული ტვირთების გატარებისაგან ფისკალური სარგებელი არც ისე დიდი არის, თუ ამ ტვირთებთან ჩვენ არ გვექნება შეხება. ხო, ანუ თუ ქართველი გადამზიდავი არ გადაზიდავს ამ ტვირთს, თუ ქართული სასაწყობო მეურნეობები არ მიიღებს, არ დაამუშავებს, თუ ქართული კომპანიები არ მიიღებენ მათში კომერციულ ფუნქციას, თუნდაც რეექსპორტის მიმართულებით არის სხვა, მაშინ ახლა ტრანზიტის გადასახადიდან მიღებული სარგებელი არც ისე დიდი პოზიტიური შედეგია, თუნდაც მთლიანად ქვეყნისთვის, ხო? ამიტომ მთლიანად ეს მეურნეობები, ეს დარგები უნდა განვითარდეს და იქცენ ერთიანი ციკლის ისეთ შემადგენელ ელემენტებად და ნაწილებად, რომლებიც მთლიან ამ პროცესს, ლოჯისტიკურ პროცესს გახდიან დამკვეთთათვის საინტერესოს და სასარგებლოს. კი ბატონო, ეხლა რაც შეეხება ბიზნესის მხარეს, რამდენად აქტიურობს ბიზნესი და მათ შორის იგივე სასაწყობო მეურნეობები, ინფრასტრუქტურის ნაწილი, რეალურად ამ მიმართულებით ხედავ თუ არა, რომ თქვენი კოლეგები აქტიურებენ საქმიანობას და მაქსიმალურად ხედავენ, რომ რეალურად შუა დერეფნით ნამდვილად შეგვიძლია სარგებლის მიღება და დაიწყეს დაუშვათ ინვესტიციების ჩადება. თუ ეს პროცესი გაჩერებულია ან შენელებულია? არა, გაჩერებული არ გახლავთ. ეხლა ბრმა უნდა იყოს ამ სფეროში მოღვაწე ადამიანი, რომ ვერ ხედავდეს რამდენად პერსპექტიულია ეს დარგი და სასაწყობო მეურნეობის განვითარება. ერთ-ერთი პრობლემა დღეს სწორედ რას არის, არასაკმარისი სასაწყობო მეურნეობაა საქართველოში. ამის გამო შესაბამისად საკმაოდ მაღალი ფასია სასაწყობო მომსახურებაზე, რაც აძვირებს მთლიანობაში ამ ციკლს და ხანდახან არა რენტაბელურსაც ხდის. ამიტომ არიან კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან საქართველოში სასაწყობო მეურნეობის განვითარებით, მაგრამ მათ ჩნდება ერთი ფაქტორი, სასაწყობო მეურნეობის განვითარება ძალიან დიდ ინვესტიციას მოითხოვს, მოგეხსენებათ და საკმაოდ გრძელვადიან პერიოდში ამოგებადია. ამისათვის კი უნდა იყოს გარანტიები იმისა, რომ ეს მიმართულება აუცილებლად განვითარდება და ეს ტვირთები ამ მიმართულებით აუცილებლად გადმოერთვება. ანუ რაღაც ესეთი მასავით ჩანს, რა ქვია, ჩიხივით. ერთი მხრივ ტვირთმფლობელები ელოდებიან, როდის განვითარდება ეს, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა შესაბამისად, რომ მიიღოს დიდი ტვირთები, მეორე მხრივ პოტენციური ინვესტორები მსჯელობენ იმაზე, რამდენად სტაბილურად დარჩება საქართველოს მიმართულებით ამ ტვირთების, ასე ვთქვათ, მოწოდება და რამდენად ზრდადი იქნება ეს პროცესი. საიდუმლო არ არის ეხლა, რომ ინვესტორი აკეთებს იმის დაშვებასაც, რომ ხო შეიძლება რომ ერთ დღესაც დასრულდება ომი, რუსეთი თუ დაუბრუნდა როგორღაც ცივილურ სამყაროს, აღადგინა თავისი ეკონომიკური კავშირები და გაცოცხლდა, ასე ვთქვათ, ჩრდილოეთის დერეფანი, ხო? ეს ხო არ ნიშნავს, რომ ჩვენ დავკარგავთ ამ ტვირთებს და კონკურენცია არ გვექნება. იგივე ზანგეზურის დერეფანი ახსენეთ და ალბათ დაუბრუნდებით. ხომ არ ნიშნავს ზანგეზურის დერეფნის ეფექტურად დამუშავება იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ ტვირთებს და შესაბამისად ესეთი ინვესტიციები ამ სექტორში მომუშავე ადამიანებს როგორი განცდა გაქვთ და თვითონ როგორ ფიქრობთ? მაგალითად, თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს, რომ ზანგეზური ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზანგეზური შეიძლება გახდეს ერთგვარი კონკურენტი. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ ვერანაირ კონკურენციას ვერ გაწევს, იმიტომ რომ მისი გეოგრაფიული მდებარეობა იგივე მთაგორიანია და შესაბამისად ეს გარკვეულ სირთულეს ქმნის გადაზიდვებისთვის. მესამე ნაწილი მიიჩნევს, რომ რეალურად ერთგვარი შემავსებელი შეიძლება იყოს და თან შუა დერეფანს მისი სტაბილურობის გათვალისწინებით ალტერნატივა უახლოეს პერიოდში ყოველ შემთხვევაში არ გამოუჩნდება. თქვენი პირადი შეფასება როგორია? თქვენ პირადი შეფასებით თითოეული ამ მოსაზრების ავტორი ნაწილობრივ მართალია თავიანთი შეფასებისას, იმიტომ რომ სამივე ეს ფაქტორი მოქმედებს. თუ თქვენ დააკვირდებით რუკას, ბუნებრივია ზანგეზურის დერეფანი ეს არის შუა დერეფნის ერთ-ერთი გაგრძელება, ალტერნატივა. ხო, აქ ასე ვთქვათ, შეუცვლელი ქვეყნებად გვევლინება აზერბაიჯანი და
ყაზახეთის რესპუბლიკა, ხოლო შემდეგ რჩება საკითხი ეს თვირთი საქართველოს გავლით მიემართება დასავლეთისაკენ თუ სომხეთისა და აზერბაიჯანის, ხო? ბუნებრივია თუ ეს დერეფანი და არის ამისი ალბათ რაღაც წეგან აღნიშნე არის პოლიტიკური ნება, ხო? პოლიტიკური ნება ნამდვილად არის დაინტერესებული მოთამაშეებისა, ისევე როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობა, ანუ არიან ქვეყნები და დაინტერესებული პირები, რომ ეს დერეფანი არ ამოქმედდეს, ხო? ამიტომ დაშვება გავაკეთოთ პირველი რომ ამოქმედდა. რას გამოიწვევს? ბუნებრივია საქართველოსთვის რიგი თვირთების დაკარგვას გამოიწვევს. ეს როგორც ამიერკავკასიაში მიმავალი ტრანზიტული თვირთები იქნება, ისე აზიის მიმართულებით ან აზიიდან მომავალი თვირთების რაღაც დანაკარგი იქნება ბუნებრივია. უნებრივია მართალია არგუმენტი იმის შესახებაც, რომ ეს არ გახლავთ მარტივი რელიეფის მქონე ზონა და იქ შესაბამისი მაღალგამტარიანი ინფრასტრუქტურის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული, არც ის ვიცით სეზონურად რამდენად ასე ვთქვათ ეფექტურად იმუშავებს გამტარიანობის თვალსაზრისით და სრულფასოვნად რა თქმა უნდა ვერ ჩაანაცვლებს საქართველოს წილსა და წვლილსაც ამ დერეფანში და მესამე მოსაზრებაც მართალი გახლავთ ნაწილობრივ, რომ თუ ჩვენ გვექნება კიდევ ერთი დამაკავშირებელი ხაზი, ასე ვთქვათ, არხი ამ შუა დერეფანში აზიის მიმართულებით ან აზიიდან თვირთების გადაზიდვისა, ეს შემავსებლად იმოქმედებს და მსხვილი რეგიონალური მოთამაშეები შეიძლება გადამოერთონ გაცილებით მეტი ინტერესით და მეტი მოცულობის თვირთი მივიღოთ მთლიანად რეგიონმა, საიდანაც ჩვენი ჯამური წილი არამც თუ შემცირდეს, არამედ გაიზარდოს. პოზიტიური ეფექტი შეასრულოს შეიძლება. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ზოგადად მოვლენები, რა ვადებში, რა ხარისხის ინფრასტრუქტურა გაიმართება, ან საერთოდ გაიმართება თუ არა იქ პოლიტიკური მოთამაშეები არიან, რომლებიც თავის რისკებსაც ქმნიან, მაგალითად ირანის ფაქტორი მოგეხსენებათ საკმაოდ რისკის შემცველია ამ მიმართულებით, როგორ დაალაგდება მთლიანად ეს პაზლი, იმაზე იქნება დამოკიდებული საკუთარი ეს უпростоრად ჩვენი რეზულტატი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა ვიმოქმედოთ მხოლოდ იმ სცენარით, რომ აი ამოქმედება და მაშინ რა, ან რო არ ამოქმედდეს რა, ორივე დაშვება უნდა გავაკეთოთ და რაც მთავარია საქართველოს და უნდა ვიმუშაოთ ალბათ ძალიან ბევრი. უნებრივია, იმიტომ რომ ჩვენ არა მხოლოდ ის უნდა დაუშვათ, რომ ზანგეზურის დერეფანი რო ამოქმედეს, ეს გვეყოლება კონკურენტი, არამედ ისიც უნდა დაუშვათ, რომ ერთ დღესაც რამოდენიმე წელიწადში ჩრდილოეთის დერეფანიც რო ამოქმედეს, იმ დროსაც კი კონკურენტუნარიანი ვიყოთ და ჩვენი გავლით თვირთების გადაზიდვა მიმზიდველი იყოს პარტნიორებისთვის. მოგეხსენებათ, ლოჯისტიკურ პროცესებს აქვს ეგრეთ წოდებული ინერციის ესე ვთქვათ ეფექტი, ხო, ანუ ეჩვევიან დამკვეთები და ტვირთმფლობელები ეჩვევიან რაღაც მარშრუტებს და მერე მათი გადალაგება ადვილად არ ხდება. ანუ ჩვენ თუ მოვახერხებთ ეხლა და უახლოეს მომავალში არც ისე ბევრი დრო გვაქვს დარჩენილი, საკმაოდ ბევრი გამოტოვე ვფიქრობ. ჩვენ თუ შევიჩვევთ ასე ვთქვათ ამ ტვირთებს და დავალაგებთ ამ მარშრუტებს მათთვის მიმზიდველი პირობებით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კი ჩრდილოეთის დერეფანი აღდგება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი რაოდენობა ამ ტვირთებისა მაინც დარჩება საქართველოს გავლით გადაზიდვის მსურველი. ამიტომ ჩვენი საშინაო დავალება არის ვიმოქმედოთ რა თქმა უნდა გლობალური პროცესების გათვალისწინებით, მაგრამ პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ იმ ჩვენს განსახორციელებელ ესე ვთქვათ სამუშაოს რაც გვაქვს და მოვემზადოთ თუნდაც ყველაზე ცუდი სცენარისთვის. და კონკურენტუნარიანები ვიყოთ ამ შემთხვევაშიც კი. ეს შესაძლებელია. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მე იმედი მაქვს, რომ აი ამ საშინაო დავალებას, ამ საშინაო დავალების შემსრულებელი ყველა მხარე, სახელმწიფო იქნება თუ კერძო სექტორი და მათ შორის იგივე მეზობელი ქვეყნები ძალიან კარგად შეასრულებენ, სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ შუა დერეფნის განვითარება ყველას ინტერესია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებებს გისურვებ და სიამოვნებით გიმასპინძლევთ ბიზნეს პარტნიორის სტუდიაში. ირაკლი ნემსაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.